როგორც თქვენთვის ცნობილია, თავშესაფარიდან გაჩუქდა რამდენიმე კნუტი. შესაბამისად გამოთავისუფლდა ადგილი და ახლა ჩვენ მივიღეთ კიდევ 3 მიუსაფარი კნუტი. გამარჯობათ. თუ შეიძლება გითხარით რა ხდება, რა არის ამ ყუთში? ამ წუთში არის 3 პატარა კნუტი. 3 კნუტი ყავს. სად იპოვეთ ეს კნუტები? სად იპოვეთ ბატონო და ბახტრიონზე 5 დღის წინ ვიღაცა მიუსვა ერთ-ერთ ეზოს. დიახ. საცხობის ეზოს. ხო და დილას დამინახეთ, რომ ძაღლები დაესიენ და იმაშვებოდნენ და ფერთხავდნენ და გადავარჩინე. შევიყვანით იქ იყო საცხობის გვერდზე ეზო, დახურული. და ყავდა იქ 4-5 დღე უვლიდით, მე და ნინოს მიქონდა საჭმელი და იქ თანამშრომლები გიწუწუნებდნენ. მაგრამ რო გააჩერეთ. გუში რომ მივედით, ვითხრეს რომ ქალბატონიო მოვაო და წაიყვანსო, მე ვხარ 3-ვეს მეთქი და კიო 3-ვეს. მეორე დილასაც რომ მივედით, აღარ წაიყვანსო. დღეს გავდივართ სასეირნოდ, ეხლა მეც ძაღლები მყავს, მინუსაც ძაღლები მყავს და ხედავთ რომ პიცერიის წინ ბახტრიონზე ხედავთ ამ ძმებს, კნუტებს 3-ვეს. ჩემ ძაღლებთან ერთად დასეირნობენ ხოლმე ეზოს ძაღლები, მივარდნენ ეს ძაღლები და 2 კნუტი აესე ფერთხეს. გამოგლიჯეთ პირი. გასაგებია, დიდი მადლობა მოგბრძანდით. მოხალისებს ვიღებთ, ოღონდ აქტიურ მოხალისებს, ვინც იცის ნემსის გაკეთება, წამლის დალევა, მოვლა. ესეც და ეს ორივე გამოსწორებთ. ეს მაინკი ფერავი. ეს არის ცოტა ის. ვირუსიცაა ამას. არა, ანექტივიტი ქონდა, სულაწვეთ. ამასაც ქონდა და კაი ლევო მიცეთის და იმებს იმაშვებოდი. თვალებს სული. აი 2 დღე ამ გუში წინის მერე ჩვენ არ მინახია. აი ეს გლიჯავდა. აი ეს გამოგლიჯეთ იმინა პირი. იმიტომ რომ კონტეინერში მყავდა მანქანაში და იმიტომ. აი და ხჭიხიო. სახში ვერავე. ამას უჭამია ეს ახლა იმას სამსახურში ყავდა წამყანილი და იგივე თვალის პრობლემა. კი, თვალის პრობლემებია. სულაწვეთ. ამას პენიცილინი არის, მოგიტან პენიცილინს გადასარევია. პენიცილინი კი, დედა ჩემი, მთელი ცხოვრება ჩვენს უკატებით ყავს სახში და პენიცილინი არა ლევომიცი. ახლა ვინაიდან კნუტების მდგომარეობა გაურკვეველია, ჩვენ პირველ რიგში აუცილებლად ამ კნუტებს მოვათავსებთ კარანტინში, რადგან არ შეექმნათ დანარჩენ კნუტებს საფრთხე და რამდენიმე დღიანი დაკვირვების შემდეგ თუ სამედიცინო პრეპარატები დაჭირდებათ, სამედიცინო პრეპარატების მიღების შემდეგ, როდესაც კარანტინს გაევლიან, შემდეგ უკვე გადმოვიყვანთ საერთო კნუტების განყოფილებაში. ამას მანქანასაა გადავიდე. რამდენი საცოტა ახთოვანებული ვარ, არ ვიცოდი რომ საქართველოში არსებობდა ფისოების თავშესაფარი. ეს არის პატარა 64. მე ესე ვიტყოდი. უმშვენიერესი ადგილია, სადაც მიიღებთ ყველაზე მეტ დადებით ემოციებს, ენერგიას, არის სიხარულები არიან აქ ყველანი. მადლობა. ძალიან ახთოვანებული ვარ მეც, იმიტომ რომ ნამდვილად არ მეგონა თუ საქართველოში არსებობს ერთ-ერთი თავშესაფარი კატებსთან დაკავშირებული და არ ვიცი. სიტყვებს ვერ არ ყოფნის იმდენად საოცარია, იმიტომ რომ უკეთილშობილი საქმეს ემსახურებით თქვენ და წარმატებებს გისურვებთ და ყველანაირად იცით შეგვეძლება დაგეხმარებით და იმედია რომ ეს ხალხის საზოგადოებაც გაიცნობს გაიგებენ ამის შესახებ და ხალხი ამოგიდგებიან და რა ვიცი წარმატებას გისურვებთ, იმიტომ რომ ესეთი კეთილშობილ საქმეს ემსახურებით ნამდვილად და ეს მისასალმებელია ნამდვილად. ძალიან დიდი მადლობა ასეთი მაღალი შეფასებისთვის. მადლობა თქვენ. ძალიან დიდი, აი მართლა სიტყვები არ ყოფნის, მართლა სამოთხე არის, ეს საოცრია. მე არ ვიცი, რომ კრიალი. ყოველთვის დარდი ქონდა, რომ არ ვიცი. ერთი დღე პრობლემა იყო კრიალებს. კრიალებს აკავრობა, ერთი დღე მყავდა მანქანაში და ნუ აყავდა ჩემი მანქანა ბოდიში და სამჯერ გამოიშვება. კრიალებს აკავრობა გრამს საერთოდ ვერ შეატყობთ, რომ ცხოველის სუნიარი არის. ისეთი სისუფთავი არის. აი ესეთი უნდა იყოს თავშესაფარი. აუცილებლად. მე ამბობ ძინდა, ხა არ მქონდა. ძალიან მიხარია რომ ესეთი რაღაცა არის და ესეთი გაგიცანით და ვნახოთ ესეთი რაღაცა. ძალიან დიდი მადლობა ასეთი მაღალი შეფასებისთვის. ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად და თქვენი და საზოგადოების მხარდაჭერის იმედი გვაქვს. აუცილებლად. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. ეს ფაგია.
ვიგულებ თქვენს გვერდით ყველანაირად.